პირველ რიგში ვთქვათ, რატომ არის ასეთი ბუმი AI-ზე, ანუ ხელოვნურ ინტელექტზე და რატო ეჯიბრებიან ეს ქვეყნები და კომპანიები ერთმანეთს, რომ ყველამ რაც შეიძლება უფრო მაგარი ახალი მოდელი გამოუშვეს, ხო? ვიცით რომ ეს პირველი მოდელი რაც ასე საქვეყნოდ გახდა ცნობილი, ანუ OpenAI-ის ChatGPT, რომელიც გამოვიდა სადაც 3 წლის წინ, როგორც მახსოვს 2022 წელს, სავარაუდოდ. იყო პირველი დიდი მოდელი, რამაც ხალხის გაოცება გამოიწვია და ყველანი ალბათ ვინც გამოვიყენეთ პირველად ხელოვნური ინტელექტი, გვეგონა რომ იქ ჩინელი ბავშვები ისხდნენ და რაღაცებს წერდნენ უყნიდან, ხო? არ წარმოგვედგინა რომ შეიძლება კომპიუტერს ასეთ დონეზე კომუნიკაცია ქონოდა ადამიანთან და რატომ ხდება, რატომ არ აქვს ახლა საზღვრები, რატომ არ არსებობს რეგულაციები, რატომ ცდილობს ყველა რომ კიდე უფრო ახალი, უფრო გააძლიეროს ხელოვნური ინტელექტი, მეტი რესურსი მიწეს, მეტი ინფორმაცია მიწეს, მეტი ცნობა მიწეს. იმიტომ რომ ეს ჩვენი კაპიტალისტური მოწყობის, სოფლიო კაპიტალისტური მოწყობის ნაწილი არის, რომ ერთი უნდა ებრძოლოს მეორეს, უნდა იყოს კონკურენციაში და უფრო ძლიერი გაიმარჯვებს. მას რჩება ძალაუფლება, ასე არის ეს. ამიტომაც ებრძვის ამერიკა ჩინეთს, ეხლა ჩაერთო სხვა ქვეყნებიც, ვითომ ინდოეთს ჰქონდა თავის ხელოვნური ინტელექტი და გამოჩნდა რომ მართლა თურმე ინდოელი ბავშვები ისმენ და რაღაცებს წერდნენ და ასე ატყუებდნენ ხალხს. ასეთებიც ხდება რა თქმა უნდა. ჩვენ საქართველოს ჯერჯერობით გძინავს. საქართველოს ძალიან დიდი ხანია გძინავს. ვერ გავიგვიძეთ, როზღა გვეღირსოს ჩვენ გაგვიძება. გაგვიძებაო და აი ზუსტად მაგიტომ ალბათ ბაქარ გვინდა რომ ხალხს მივაწვინოთ ხმა რა შეიძლება მეტს, ამიტომ გთხოვთ რომ გააზიაროთ თქვენი აზრებიც დაგვიკომენტაროთ, რა გაინტერესებთ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, რა მიმართულებით გაინტერესებთ უფრო სიღრმისეული, ასე ვთქვათ, გაკვეთილები რომ გადავიღოთ. ასევე თქვენი გამოცდილებებიც რომ მოგვიყვეთ კომენტარებში ხელოვნურ ინტელექტთან, აი მაგალითად ერთს გავიხსენებდი, მე და ბაქარი გაგვაგიჟა